გაგვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით. ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს. ზაზა ჭიტანაოსთან ერთად. ვუსმენთ ერთმანეთს. საქართველოში აქტიურად მუშაობენ იმისთვის, რომ სამთო კურორტებმა დამსვენებლები 4 სეზონის განმავლობაში უწყვეტად მიიღოს. ამ ფონზე სწორედ ჩვენი ქვეყანა ევროპისა და აზიის სამთო კურორტების საერთაშორისო კონფერენციის მასპინძელი. როგორია ქართული მთების ტურისტებით მუდმივად დატვირთვის პოტენციალი და რა სიახლეებია მოსალოდნელი ამ ქვეყანაში. დღეს ვისაუბროთ გადაცემაში ვუსმენთ ერთმანეთს და რა თქმა უნდა ველოდებით ამ თემაზე თქვენს აზრებს, თქვენს ინიციატივებს და თქვენს პოზიციას რადიო მსმენელებო. გაგვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით. 292 11 88 292 11 99. ვუსმენთ ერთმანეთს. საღამოშვიდობისა ჟურნალისტი ზაზა ჭიტანავა გახლავართ და დღეს ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს. როგორც უკვე მოგახსენებთ, დღეს სამთო ტურიზმის შესაძლებლობებზე, პოტენციალზე ვისაუბრებთ. ინტერაქტივის კითხვა კი არის ასეთი: როგორ აფასებთ 4 სეზონისთვის ქვეყნის სამთო ტურიზმის პოტენციალს? 292 11 88 ან 292 11 99-ია რადიო იმედის პირდაპირ ეთერის ნომრები. ამავე დროს შეგიძლიათ გამოვაგზავნოთ მოკლე ტექსტური შეტყობინება ამ თემაზე ნომრებზე 91778 აგზავნილი ღირებულება გეტყვით, რომ თქვენი მობილური ოპერატორის სტანდარტულ ფასს შეესაბამება. ახლა კი დავუბრუნდეთ კვლავ თავარ თემას სამთო ტურიზმი. როგორც მოგეხსენებათ, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპისა და აზიის სამთო კურორტების საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს თბილისში. მასშტაბურ ღონისძიებას ორგანიზებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და მთის კურორტების განვითარების კომპანია უწევენ და ვინ თუ არა სწორედ ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელები მოგვაწვდიან ამოწურე ინფორმაციას თუ რას გულისხმობს ეს ღონისძიება და რა შედეგები შეიძლება მიიღოს აქედან ქვეყანამ იგივე სამთო ტურიზმის განვითარების მხრივ. სანამ თქვენ დაგვირეკავთ რადიო მსმენელებო ნომრებზე 292 11 88 ან 292 11 99 სატელეფონო დიალოგს შემოგთავაზებთ კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორთან ბატონ სანდრო ონოფრიშვილთან, რომელიც ხაზზეა. საღამოშვიდობისა ბატონო სანდრო. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს ფენელს. დიდი მადლობა რომ ამ დატვირთული რეჟიმის ფონზე მოახერხეთ და გვერდობით პირდაპირ ეთერში. რამდენად მადლობა თქვენ რომ დაინტერესებული ხართ ასე ძლიერ ამ კონფერენციით. რამდენად ვიცი რომ ამის ყოველდღე გიწევთ კონფერენციაზე ყოფნა, სიტყვის გამოსვლა და შეხვედრები. ძალიან მოკლედ თუ შეგიძლიათ რადიო მსმენელებს აუხსნათ ქართული მთების ტურისტული პოტენციალის გასახსნელად, გასაშლელად, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ღონისძიებას და რას უნდა ველოდოთ ამ მხრივ? ამ ღონისძიებას ყველაზე უფრო ჩვენთვის რაც არის მნიშვნელოვანი ეს არის რომ მესამე მსოფლიო ასე ვთქვათ კონგრესია. ამ წუთაში ჩამოსულია დაახლოებით 100-ზე მეტი ექსპერტი, სამთო მენეჯერი, ინვესტორი ამ კონფერენციაზე. დაახლოებით 300 დელეგატზე მეტია კონფერენციის ფარგლებში აკუმულირებული და შემიძლია გითხრათ რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი შანსი რომელსაც აქტიურად ვიყენებთ რომ მთელ მსოფლიოს გავასწროთ ჩვენი სამთო კურორტების პოტენციალი. გასაგებია. რა არის სამთო კურორტების პოტენციალის მხრივ საქართველოს სავიზიტო ბარათი, ასე ვთქვათ, ის რითი ჩვენ ასე ვთქვათ შეგვიძლია ვიტრაბახოთ კარგი ბაგაგებით ან იყოს ჩვენი სავიზიტო ბარათი იგივე უცხოელი ტურისტებისთვის? გასაკუთრებით პირველ რიგში ეს არის ხალხი. ეს არის ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებიც არიან ასე ვთქვათ ყველა აქტუალურია ყველა უცხოელი ვიზიტორი, ტურისტი იქნება თუ ექსპერტი, რომელიც არის კონტაქტში შესული ადგილობრივ მოსახლეობასთან. მეორე რიგში ეს არის სასაკვირველი ბუნება, რომელიც მეტმა დააჯილოვა ჩვენი ქვეყანა და გვაქვს ერთ-ერთი საუკეთესო ჩვენთვის სასაკვირველი საუკეთესო მსოფლიოში ბუნება, რომელიც კი არის დედამიწაზე. მესამე ალბათ არის ის წინსვლები, რაც სამთო კურორტებზია და ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც განხორციელდა და ამის შემდეგ უკვე მოხდა მათი დაინტერესებაც ჩვენი კურორტებით. მათი აზრია, რომ მათ აინტერესებს თუ რა ხდება საქართველოში, როგორ ვითარდება ეს მიმართულება და ვფიქრობთ, რომ ჩვენ მათ ძალიან კარგი დახვედრა მოუწვეთ, მათ ნახეს გუდაური, ხვალე კიდე ერთი გასვლა გუდაურში, ნახეს მესტია, აპურიანი და ასე შემდეგ და ძალიან კმაყოფილები არიან, როგორც ჩვენ გვეუბნებიან და ვფიქრობთ, რომ ეს სოფლიო პრესაში საუცლებად გაჟღერდება ამათი რეცენზიები, ასე ვთქვათ, ამათი ინტერვიუები და სტატიებშიც ალბათ ყველგან იქნება, რომ საქართველოში მათ ნახეს
ერთ-ერთი საოცარი ქვეყანა, ასე ვთქვათ. სანდრო, ამ როგორც ახსენე 300 დელეგატი იმყოფება ამ ღონისძიებაზე და 300-ვე რა თქმა უნდა საქართველოს დამყოფი არ იქნება, ძალიან დიდი რაოდენობა იქნება ისეთი, ვინც ალბათ პირველად არის. ეს ადამიანები, ასე ვთქვათ, არა უბრალოდ ემოციურ დონეზე, რიგით ტურისტის დონეზე, არამედ ექსპერტული თვალით უყურებენ ამ ყველაფერს, ხო და თუ იყო რამე ისეთი, რაც ჩვენი ქვეყნის რეალობის, ლანდშაფტური რეალობის მხრივ თუნდაც განსაკუთრებულად გამოქვეტილად თვალში მოსახვედრი იყო მათთვის, რაც ასე ვთქვათ, მათი ექსპერტული შეფასებითაც კი იყო მნიშვნელოვანი ჩვენი ეს არის ის ახალი საბაგიროები და ახალი საცილობრო ტრასები, რაც მათ ნახეს ავტოკურორტებზე. აგრეთვე ის ბუნებრივი მოვლენა, რომ ამ წუთას ჩვენ გუდაუთში და სვანეთში გვაქვს უხვითოვლი და ხალხის შეულებრივად რეალებს, რაც ევროპაში ძალიან დიდი პრობლემაა უკვე. და პირველ რიგში ისევ და ისევ რასაკვირველი ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც ძალიან გულღიაა და გულწრფელი და სუმართ მოყვარე. გასაგებია. და სანდრო, რადგან ასე აღნიშნე, იქნებ ინფორმაციის სახით გითხრა, ბატონო სანდრო, დღეს 6 აპრილია და ვისაც სრიალი კიდე უნდა, სად მოახერხებს, სად შეიძლება რომ წავიდეს გუდაური მხოლოდ. გუდაურში და მესტიაში 15 აპრილამდე მესტიაში და გუდაურში 17 აპრილამდე სეზონი იქნება გახსნილი. გასაგებია. ეს ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები, რაც ზამთრის პირობებში არის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი, რაც ასე ვთქვათ, ხელს უწყობს ამ კურორტების განვითარებას. სახეზე ვნახეთ იგივე თეთმუძე წელს კიდე დამატებული საბაგირო გზა და ტრასები, მე უშუალოდ ვიყავი მომსწრე. ახლა ახლოვდება ზაფხულის მხრივ და ეს არის თქვენი ერთ-ერთი მიზანი, რომ ყველა სეზონზე აქტიურად იყოს დატვირთული სამთო კურორტები. ზაფხულისთვის რამე სიახლეს სთავაზობთ მოსახლეობას თუ რაც გაქვთ იმ ყველაფრის გამყარებაზე იმუშავებთ? თავარია რომ ამ კონფერენციაზე მიდის ჯერობა თუ ზაფხული როგორ უფრო ინტერესიანი საინტერესო გახდეს ვიზიტორებისთვის, არა მარტო საქართველოს კურორტებში, არამედ მთელ მსოფლიოზე იყო მსჯელობა ამ თემებზე და ძალიან საინტერესო პრეზენტაციები ჰქონდათ რამოდენიმე გამოუცლელს. ჩვენ რაც შეგვეხება, ჩვენ რასაკვირველია გვინდა რომ გავაუმჯობესოთ ხარისხი, უფრო დავხვეწოთ და მიმდინარე პროექტებსაც შეეხება, ეს უფრო ინფრასტრუქტურული პროექტებია. მაგალითად ჩვენ უახლოეს მომავალში დავიწყებთ უკვე გათვალიანების მეორე ფაზას გუდაურში და შენდება 100,000 კუბომეტრიანი ხელოვნური რეზერვუარი წყლის, რომელიც განთავსდება 2800 მეტრზე ზღვის დონიდან. აგრეთვე ჩვენ ვიწყებთ ისტორიულად და ასე ვთქვათ ყველაზე გრძელ საბაგიროს მშენებლობას, ამიერკავკასიაში 7.5 კილომეტრიანი გზის შენებლობა, საბაგირო გზის შენებლობას კობი-გუდაურის მიმართულებით და აგრეთვე მესტია კურორტი ხატვალის დამაკავშირებელი საბაგიროს შენებლობას, რომელიც დასრულდება და ვიზიტორებს მიიღებს უკვე დეკემბერში. გასაგებია. მოკლედ ძალიან საინტერესოა, კიდე არაერთ სამუშაო გექნებათ და იმედი გვაქვს რომ სიახლეებზე ამ თემაზე ჩვენ კიდევ ერთხელ მოგვიწევს იგივე ჩვენ ეთერში საუბარი. მე ძალიან მიხარია რომ არიან ძალიან დიდი ავტორიტეტის მქონე ექსპერტები ჩამოსულები და ისინი არიან აღფრთოვანებულები საქართველოსი, არა მარტო იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებით რაც დავხსნათ, უბრალოდ ქვეყნის და ეს ძალიან დიდი რეკლამაა ჩვენი ქვეყნის და ვფიქრობ რომ ტურისტების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება საქართველოში, იმიტომ რომ ამის ყველა წინაპირობა გვაქვს. თქვენ სწორ აქცენტს აკეთებთ ადამიანებზე, ადამიანურ რესურსებზე, საქართველოს მოქალაქეებზე, იმიტომ რომ არა ისინი ყველა მცდელობა აბსოლუტურად ფუჭად ჩაიგდიდა. ამიტომაც ყველას მონაწილეობა მნიშვნელოვანია საქართველოს ტურიზმის განვითარებისთვის. დიდი მადლობა ბატონო სანდრო. დიდი მადლობა თქვენ. მადლობა კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორი სანდრო ონოფრიშვილი გვერდებოდა პირდაპირ ეთერში. შეგახსენებთ ჩვენი გადაცემის თავარი თემაა სამთო ტურიზმი, ინტერაქტივის კითხვა კი შემდეგი როგორ აფასებთ 4-ვე სეზონისთვის ქვეყნის სამთო ტურიზმის პოტენციალს. 2921188 ან 2921199 რადიო იმედის პირდაპირ ეთერის ტელეფონის ნომრები. სანამ დაგვირეკავთ კიდევ ერთ სატელეფონო დიალოგს შემოგთავაზებთ ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილეს კალბატონ რუსტან მამაცაშვილს გავესაუბრებით საღამოშვიდობისა. მოგესალმებით, მივესალმებით მსმენელებს. უღრმესი მადლობა რომ გვერდთვებით პირდაპირ ეთერში კალბატონ რუსტან. მოკლედ ჩვენ ბატონ სანდროსთან ერთად ასე ვთქვათ მსუბუქად მიმოვიხილეთ თუ რას გულისხმობს ის კონფერენცია მასშტაბური, რომელიც ჩვენთან დღეს იმართება და რა შეიძლება აქედან ველოდოთ, მაგრამ საზოგადოებისთვის ცნობილია რომ იგივე ამ კონფერენციის პარალელში ტურიზმის სფეროში მოღვაწე 8 ქართული ორგანიზაცია გაეროს სოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გლობალური ეთიკის კოდექსს შეუერთდა. თუ შეგიძლიათ განგვიმარტოთ, რას გულისხმობს იგი?
ძალიან კარგი კითხვა. საქართველოში კომპანიები, ტურისტული კომპანიები, რომელიც დაკავებულია როგორც შემოყვანა, ისე გაყვანის საქმიანობით, დამატებით ხშირად ითხოვენ ხოლმე, რომ აი რაღაცა აღიარება, როგორ შეიძლება მოვიპოვოთ, რაც ჩვენ ცნობადობას უფრო გაზის, დამაჯერებლობას მომხმარებლების მხრიდან. სწორედ ეს ეთიკური კოდექსი არის WTO-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის დაჯილდოების ფორმა, აღიარების ფორმა, რომელიც მიუთითებს, რომ ის კომპანიები, რომელსაც ამ ეთიკის კოდექსს შეუერთდნენ, არიან გამორჩეულები მათ კეთილსინდისიერის პრაქტიკის წარმოების კუთხით, ასევე კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით და მატებით კონკურენტულ ღირებულებას ძენს მათ ბრენდს. გასაგებია. მათი შემოწმება მოხდა თვითონ გაეროს მიერ და იმ საქმიანობის მიხედვით, რომელსაც ისინი თავისი ძირითადი ბიზნეს საქმიანობის გარდა აწარმოებენ. ეს არის როგორც აღნიშნე, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა, რაც მოაჩვენებს მათ სხვებისგან. სწორედ ეს უნდა მეკითხა, ანუ კრიტერიუმი გასაგებია, მაგრამ საბოლოოდ შერჩევა მათი, ესე იგი, სწორედ გაეროს კისერზე ყოფილა და მისი ინიციატივა ყოფილა. ეს ალბათ მათ დამაჯერებლობას კიდევ უფრო მაღალ ხარისხში აიყვანს და ობიექტურობის კუთხით. იმიჯური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია. კაპიტან რუსლან, ბატონ სანდროსთან ერთად ჩვენ სამთო კურორტებზე გავაკეთეთ აქცენტი, გასაგებია, კონფერენციაც მეტწილად ამ მიმართულებით მუშაობს, მაგრამ ამ კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორები ბრძანდებით თქვენს ტურიზმის ადმინისტრაცია, ეროვნული ადმინისტრაცია და თუ შეგიძლიათ გითხრათ თქვენთვის წმინდა იმ კუთხით, რასაც ტურისტების მოზიდვა ქვია და ამისთვის საჭირო მექანიზმების ამოქმედება, ამ შემთხვევაში თქვენ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა ის ტურისტი თაში ჩამოვა ბარში თუ საქართველოს რომელ ლანდშაფტურ შესაძლებლობას დაათვალიერებს თუ იხილავს. ამ მიმართულებით თქვენ რას გაძლევთ მსგავსი ტიპის მასშტაბური ღონისძიება? მსგავსი ტიპის ღონისძიება არის ძალიან კარგი საშუალება ქვეყნის ცნობადობის ამაღლების. ალბათ სანდროს გეტყოდა, კონფერენციას სტუმრობდა 100 მეტი უცხოელი დელეგატი 35 ქვეყნიდან, მოხდა საერთაშორისო პრესის დახმარებით ფართოდ გაშუქება ამ ღონისძიების, სადაც მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ასეთი კონფერენციები სხვა ყურადღებას იპყრობს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან და ხდება შესაბამისი ექსპერტების იმ ხალხის მიერ, სწორედ ვისაც შეუძლია საქართველოზე უფრო მეტი ინფორმაციის გავრცელება, მათთვის თქვა ხმის მიწვდენა და იმის თქმა, რომ საქართველოში ძალიან სწრაფად ვითარდება ტურიზმის სექტორი, ვითარდება ინფრასტრუქტურა და ის მნიშვნელოვანი გზავნილები, რაც როგორც ქვეყანას გვინდა რომ გავრცელდეს საქართველოს მასშტაბით. იქნება ეს ჩვენი ტურისტული პოტენციალის შესახებ, ჩვენი რეფორმების შესახებ, განვითარებადი და სწრაფად განვითარებული მიმართულებების შესახებ და ასე შემდეგ. რადგან ზაფხული მოდის და ვისარგებლოთ შემთხვევით, რა გეგმები გაქვთ ზაფხულისთვის სიახლის თვალსაზრისით, იგივე ტურიზმის კუთხით? უცბად მოგახსენებთ ტურისტულ სტატისტიკასაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იანვარი-მარტის ჩათვლით. მადლობელი დაგვრჩებით. 1,300,000-მდე საერთაშორისო მოგზაური ეწვია და რაც შეეხება ტურისტს, დაახლოებით 9 მილიონი ტურისტი, ანუ ის ვინც 24 საათი ღამისებით შევა საქართველოში, 25%-ით არის დაზღვილი, ძალიან კარგი მაჩვენებელია. ზაფხულის სეზონზეც ველოდებით მნიშვნელოვან ზრდას ჩვენს კურორტებზე და როგორც იცით, ჩეკინ ჯორჯიას ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიება იმართება, ახსნა იქნება ეს მაისის თვეში უკვე როგორც იცით, აეროსმითის კონცერტი და ასე შემდეგ. ბევრი ძალიან საინტერესო გეგმა, რასაც ახლა ახმოვანებთ, მაგრამ მოზადების პროცესში ვართ ამ ზაფხულის სეზონის. და როგორ ფიქრობთ, რაოდენობის ვიზიტორების ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება თუ ისევ ამ ნიშნულზე დავრჩებით თუ უფრო გაზრდას ველოდებით? გაზრდას ველოდებით ვიზიტორთა რაოდენობის 10%-ული სხვაობაც იქნება გაზრდილი ეზოტარებით.
გასაგებია. და როგორ ვარაუდობთ? რო შევაფასოთ ჩვენ სტრატეგიაში, რომელიც შევიმუშავეთ 10 წლის პერიოდისთვის, საშუალო აქ 7% და ამ ზრდას შარშან გადავაჭარბეთ ეს თვეები, რაც დაიწყო ძალიან კარგად ვითარდება ტენდენცია და ბევრად მაღალია ვიდრე ჩვენ ვარაუდობთ. ან მოგახსენებთ რომ მაგალითად 11%-ია იანვარი-მარტის მაჩვენებლით და კალუტონ რუსუდან როგორია ბოლო კითხვას დაგისვამთ? გესმით ჩემი? როგორია მოლოდინი იგივე ზაფხულისთვის არატრადიციული ქართული კურორტების თუნდაც ადგილობრივი ტურისტებით დატვირთვის მხრივ ან ჩამოსული ტურისტებისთვის მათი შეთავაზება რომ იმ ადგილებში სადაც ტრადიციულად არ დადიოდნენ ზაფხულობით არადა შეუძლია ზაფხულში იქაც დასვენება ადამიანს ამ მხრივ მატების ტენდენციისთვის ხელშეწყობისთვის რა მექანიზმების ამოქმედებას გეგმავს? ძალიან კარგი კითხვა, რომ ჩვენ არ გვინდა გამოჩნდეს, რომ მხოლოდ საერთაშორისო ტურისტების მოდიდვა არის ჩვენი ინტერესი და მნიშვნელოვანი ტურიზმის ახალისებას და ჩვენ ამისთვის ვმუშაობთ ჩვენ საუბრობთ გვაქვს განსხვავებული ტურიზმის განვითარებას. ამ ეტაპის მოგახსენებთ, რომ ჩვენ ვახორციელებთ და ფასდაკლების კვირა სხვადასხვა რეგიონებში, მაგალითად დავიწყეთ კახეთიდან და მე აჭარა იყო ხო? და შემდეგ იყო აჭარა და ნახეთ რომ აი მაგალითად კახეთის შემთხვევაში საკმაოდ დიდი რაოდენობის ნომრები დაიჯავშნა აი ამ კულტურის ფარგლებში. გვინდა რომ ეს ტენდენცია შევინარჩუნოთ და ამ პრაქტიკით სხვადასხვა რეგიონებში სადაც არ არის სეზონი იმ პერიოდში აი ეს ხელშეწყობით სტიმულირება მოახდინოთ მოთხოვნით და გარდა ამისა ფესტივალების სეზონის გახსნის აი მაგალითად სხვადასხვა რეგიონებში ისევ გაგრძელდება. გასაგებია. კახეთში დაიწყო, შემდეგ აჭარაში იყო. ახლა სადმე გრძელდება ფასდაკლების კვირეული თუ ამ ეტაპზე გაჩერებული ან რომელ რეგიონზე ხართ გადართული? ამ ეტაპზე აი აჭარაში დასრულდა. მე ახლა ზუსტად ამდენიმე დღის წინ და ეს სხვა რეგიონს ზუსტად ვარჩევთ, შემდეგ სად გავაკეთებთ. გასაგებია. გაგრძელდება ეს მუდმივად იქნება. გასაგებია, მე მგონი ძალიან ეფექტიანი საშუალება უნდა იყოს არასეზონურ პერიოდში წახალისებისა ადგილობრივი მოსახლეობისთვის. დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ. მადლობ რუსუდან მამაცაშვილი ტურიზმის ადმინისტრაციის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე გვერდებოდა პირდაპირ ეთერში. მადლობა მოახსენებთ მას კიდევ ერთხელ ამ ინფორმაციისთვის. ჩვენ კი შეგახსენებთ რამდენიმე წუთიანი სარეკლამო პაუზის შემდეგ კვლავ პირდაპირ ეთერში ვიქნებით და განვაგრძობთ საუბარს საქართველოში სამთო ტურიზმის პოტენციალზე. ინტერაქტივის კითხვა კი არის ასეთი, როგორ აფასებთ 4-ვე სეზონისთვის ქვეყნის სამთო ტურიზმის პოტენციალს. გაგვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით. ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს. ზაზა ჭიტანავასთან ერთად. ვუსმენთ ერთმანეთს. პირდაპირ ეთერშია გადაცემა ვუსმენთ ერთმანეთს, ჟურნალისტი ზაზა ჭიტანავა გახლავართ. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სასაუბრო თემაა სამთო ტურიზმი, ინტერაქტივის კითხვა კი შემდეგი, როგორ ფიქრობთ 4-ვე სეზონისთვის ქვეყნის სამთო ტურიზმის რა პოტენციალი გააჩნია ქვეყანას, როგორც უკვე მოგახსენეთ, მიზეზი ამ თემაზე ჩვენი საუბრისა არის ის საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც საქართველოში იმართება, ევროპისა და აზიის სამთო კურორტების საერთაშორისო კონფერენცია. სანამ ამაზე საუბარს განვაგრძობთ, შეგახსენებთ, რომ გადაცემის ამ მეორე ნაწილში ჩვენი გადაცემის ფორმატის ფარგლებში შეგვიძლია დარეკოთ და ისაუბროთ იმ სოციალური ტიპის პრობლემებზე, რომლებიც თქვენ გაწუხებთ, ჩვენ კი ვეცდებით დაგაკავშიროთ იმ ორგანიზაციებს, რომლებსაც ძალოთ თქვენი სოციალური ტიპის პრობლემის გადაჭრა თუ მოგვარება, ან ამ თემაში გარკვეული სიცხადის შეტანა. ახლა კი დავუბრუნდეთ თავარ თემას, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის და ევროპისა და აზიის სამთო კურორტების მესამე საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს თბილისში. ევროპისა და აზიის მთის კურორტების მესამე კონფერენციას ინოვაციური სტრატეგიების სამთო ტურიზმის მდგრადი განვითარებისთვის, როგორც ჩვენთვის ცნობილია, 300-მდე დელეგატი ესწრება, მათ შორის გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტალებ რიფაი იმყოფება. კონფერენციის მონაწილეები მთელი წლის განმავლობაში სეზონის გახანგრძლივების და სამთო კურორტების განვითარებაზე მსჯელობენ, განიხილავენ ახალი ბაზრების დივერსიფიკაციას, უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას, მსჯელობენ კლიმატის ცვლილებების საკითხებზე, როგორც ჩვენ
გითხრა კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორმა ბატონმა სანდრო ონოფრიშვილმა შეხვედრაზე ასევე განიხილება ინოვაციური მეთოდების გამოყენების საკითხი, რომელიც ხელს შეუწყობს სამთო კურორტების პოპულარიზაციას და გარდა ამისა საერთაშორისო ბაზრებზე განიხილავენ ასევე იმ გამოწვევებს, რომელიც გარემო სტრუქტურულ თუ მარკეტინგულ სფეროებს უკავშირდება. კონფერენციის ფარგლებში მსჯელობენ, ასე ვთქვათ, ამ ყველაფერთან ერთად იმ პერსპექტივებზე და იმ ინვესტიციების სტიმულირებისთვის საჭირო ქმედებებზე, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნებში სამთო ტურიზმის განვითარებას. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს სინამდვილეში სამთო ტურიზმი ჩვენთან საინტერესოდ ვითარდება, სტრატეგია ყოველ შემთხვევაში აბსოლუტურად სწორია და მიზანი, რაც არის ასე ვთქვათ მოქმედების ძირითადი მაგენირებელი ძალა მიმართულებით არის შემდეგი, რომ საქართველოში მოქმედი სამთო კურორტები 4-ვე სეზონის განმავლობაში უწყვეტად ღებულობდნენ ტურისტებს და ტრადიციულად მიჩვეული იგივე ადგილობრივი მომხმარებლებისთვის არ იყოს გუდაური, ასე ვთქვათ, არ ასოცირდებოდეს მხოლოდ ზამთრის ტურიზმთან, ზამთარში დასვენებასთან, მაშინ როდესაც გუდაურს აქვს ძალიან საინტერესო და განსხვავებული ლანდშაფტი და იქ შეიძლება ზაფხულშიც დაისვენოს ადამიანმა და ამისთვის არაერთი ღონისძიება ჩატარებულა, იგივე შარშან ზაფხულს მახსოვს ძალიან საინტერესო ფესტივალი ჩაატარეს იმისთვის, რომ მეტი რაოდენობით დამსვენებლები და ადგილობრივები მოეზიდათ ზაფხულის შემთხვევაში გუდაურში. ბაკურიანში 100 თუ ისე ზაფხულში ისედაც დადიან მოქალაქეები და ყოველ შემთხვევაში თუ კი ყველანაირი ხელშეწყობა იქნება ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით იმისთვის, რომ 4-ვე სეზონზე უწყვეტად შეძლოს ადამიანმა ასვლა თებში, თის კურორტებში და დაისვენოს, ეს იქნება ალბათ ის იდეალური მექანიზმი, რომელიც დივიდენდი და მომგებიანი იქნება ეკონომიკური თვალსაზრისით საქართველოსთვის, არა მარტო მისი მოქალაქეების მიერ ამ კურორტებზე 4-ვე სეზონის განმავლობაში დახარჯული ფულისა, არამედ იმ ტურისტების სახით, რომლებიც საქართველოს უცხოეთიდან მრავლად სტუმრობენ. სტატისტიკური მონაცემი ამ თემაზე ჩვენ უკვე გაგვაცნო. როგორც გითხარით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ ქალბატონმა რუსუდანმა, რაზეც მე ახლა ასე ვთქვათ ვერ დავკონკრეტდები, სამწუხაროდ არ ჩამინიშნია, თუმცა როგორც მან მითხრა, არაერთი ღონისძიება მიმართულებით და მოქმედებენ, მუშაობენ იმაზე, რომ ეს მაჩვენებელი არ ჩავარდეს და უფრო მეტად გაიზარდოს, ასე ვთქვათ, საქართველოში ჩამოსულ ტურისტთა რაოდენობა. მან ასევე გამგვიმართა, რომ ძალიან ბევრი რამ კეთდება საქართველოში, რათა შიდა ტურისტს შეეწყოს ხელი და ამასთან დაკავშირებით შეგვახსენა იმ ფასდაკლებების კვირეულის შესახებ, რომელიც იმართება ქვეყანაში, როგორც უკვე მოგახსენეთ, ჩვენ ამ თემაზე ადრე გქონდა საუბარი, კახეთში დაიწყეს ფასდაკლების კვირეული, შემდეგ აჭარის რეგიონში ჩატარდა, ანუ ეს კვირეული გულისხმობდა შემდეგს, რომ ამ არასეზონურ პერიოდში, ამ კვირის ფარგლებში სასტუმროები, რომლებიც განთავსებულნი არიან კონკრეტულ რეგიონში, საკმაოდ მაჩვენებლით ახდენენ ფასდაკლებას მოქალაქეებისთვის და ასე ვთქვათ, ეს ერთგვარი სტიმულია იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეები გავიდნენ, დაისვენონ და ასე ვთქვათ, მიიღონ არასეზონური სიამოვნება, შეიძლება ასე ითქვას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ რადიომეტის პირდაპირ ეთერის ტელეფონის ნომრებს 292-11-88 292-11-99 და კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ ასევე იმას, რომ თბილისი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპისა და აზიის სამთო კურორტების მესამე საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. ამ მასშტაბურ ღონისძიებას ორგანიზებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და მთის კურორტების განვითარების კომპანია უწევს. ამ ორივე ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირდაპირ ეთერში ჩაგვერთო და მოგვაწოდეს კონკრეტული ინფორმაცია თუ რას ემსახურება ეს კონფერენცია და რა დივიდენდებს ღებულობს აქედან საქართველო.
მოკლედ ჩვენი გადაცემის გამოყოფილი დროს პრინციპში დასასრულისკენ მიდის, ამიტომ დიდ ერთმანეთის დამშვიდობებით მე შეგახსენებთ კიდევ ერთხელ, რომ რადიო იმედი და სოციალური ვებ პლატფორმა WeHelp.gi ერთობლივ საქველმოქმედო კამპანიას ახორციელებენ და ასე ვცდილობთ დავეხმაროთ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად ჭირდება. ამ კვირაში ჩვენ 39 წლის ლალი ნახუცრიშვილს ვეხმარებით, მას კანის ავთვისებიანი სიმსივნე, ლიმფომა აქვს და მედიკამენტური მკურნალობა ესაჭიროება, რომელიც 25900 ლარი ღირს. ასევე მის დასახმარებლად შეგიძლიათ დარეკოთ ტელეფონის ნომერზე 9171082 ზარისღირებულება 1 ლარია. დამატებით ინფორმაციისთვის კი შეგიძლიათ ეწვიოთ web-გვერდს WeHelp.gi და დაეხმაროთ დღევანდელ ბენეფიციარს. ამ დროისთვის სულ ეს იყო, ურმეს მადლობას მოგახსენებთ იმისთვის, რომ უსმენთ ერთმანეთს, ხვალ კი ტრადიციულად 17 საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ კვლავ პირდაპირ ეთერში იქნება გადაცემა უსმენთ ერთმანეთს. დიდი მადლობა, ნახვამდის. გაგვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით 292 11 88 292 11 99. უსმენთ ერთმანეთს.